სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, გურიაში მოსახლეობას ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით. ჩოხატაურში მუშაობს ქრონიკის გადამღები ჯგუფი, გიორგი აბაზაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. სურების თემში ერთ-ერთ მოქალაქეს სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და მას სულ რამდენიმე წუთში ვერტმფრენით მიიყვანენ დანიშნულების წერტილამდე. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მეორე დღეა მონაწილეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში სურები კი ამ დრომდე რჩება კრიტიკულ ზონად, სადაც დღის ბოლომდე უნდა შევიდეს ტექნიკა და გაიჭრას თოვლის საფარისგან. გზა ასეთი გამოწვევა რჩება კიდევ არაერთ სოფელში რეგიონის მასშტაბით, სადაც მაღალია თოვლის საფარი, ჰუმანიტარული ტვირთი, საკვები, პროდუქტი, მედიკამენტები მიაქვთ მაღალი გამავლობის ავტომობილებით, ხოლო უკვე უშუალოდ ოჯახებში ამ ნივთებს არიგებენ მეხანძრეები და სამხედროები. სატყეო სააგენტომაც გამოყო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ტვირთი. ეს არის საშეშე მასალა, რომელიც ჯერ დარიგდება საქმიან ეზოებში და ამის შემდეგ დაურიგდება დაზარალებულ მოსახლეობას, ვისაც აქვს ამის საჭიროება. არაფერი პრობლემა ამაში მიქნა თულმა რომ ვერ გავდივართ ეზოიდან. საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს, ჯანმრთელობა მაქვს. დენი გააქვთ? დენი მაქვს, გაზი გაქვთ, გუში რაც გატეხილა და დღეს მოვა. ყურადღება არ მივქლებია. იარება ყველა დღე ტრაქტორი. და მოძრაობენ. დენი გვაქვს, მაგრამ გაზი რაც შეფერხება, ჩაიშბანში მოხდაო ახლა მაშინ ავარიაო. გარემო ზადისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას შეშით ამარაგებს. ეროვნული სატყეოს სააგენტოს ინიციატივით სულ ჯამში 1200 კუბური მეტრი სათბობი მერქანი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რესურსი გადანაწილდება გურიის რეგიონის საქმიან ეზოებში, საიდანაც სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება. აქტიურ რეჟიმში გრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები. გვაქვს ერთი სოფელი სურები, სადაც ამ ეტაპისთვის ვერ მოვახერხეთ შესვლა, რადგანაც მაღალმთიანი სოფელია და თოვლის საფარი დაახლოებით 3 მეტრს აღწევს. პაციენტს, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო წესით კლინიკაში გადაყვანა, გამოძახებულია ვერტმფრენი და სულ მალე იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე დანაწილებულია დაახლოებით 2000 ოჯახზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები, ასევე საკვები და ასევე შესაბამისი წამლები. სურების მიმართულებით უკვე ძალიან მალე დავიწყებ ცენტრალური გზის გაწმენდით სამუშაოებს და ასევე აქვე აღვნიშნავ, რომ ჩოხატაურში ყველა მიმართულებით ცენტრალურ გზაზე ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოები. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად გადაადგილდებიან და მიდიან დანიშნულების წერტილამდე. მცირდება იმ აბონენტების რაოდენობა, ვისაც არ ჰქონდა ელექტროენერგია და ვინც იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა რეგიონის მასშტაბით. ჩოხატაურიდან ბოლო ცნობები გიორგი აბაზაძემ გაგვაცნო.